კაი. დავიწყოთ. მიშო. დავადგაცუნე და დავიწყოთ. წარუდგინოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი მაყურებელს, მაგრამ სანამ სტუმარს წარუდგეთ, კიდევ ერთხელ მიულოცოთ. უკვე დამდგარი შობა ახალი წელი. ჩვენ ქვეყანას ჩვენს მაყურებელს უსურვოთ არაჩვეულებრივი 2025 წელი. ყველაზე კარგი წელი, რაც კი აქამდე ქონიათ. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა ნერვი ვულობ, მაგრამ ყველაფერი გადასარევად იქნება, კარგად გამოგდის ხოლმე. ცოტა დაწყება ჭირს თავიდან. ხო, თან საახალწლოც კარგი სტუმრები დაგვებედა. კი. დღესაც ბატონი ბიძინა ბარათაშვილი. ისტორიკოსი ხელოვნება წოდრე. პროფესია ასე მახსოვს თქვენ. განათლებით და პროფესიით რეალურად ვარ ხელოვნებაცოდნე, ისტორიკოსი, ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე, ხელოვნებაცოდნეობა არის სპეციალობა. ვიმუშავე კარგი ხანი უნივერსიტეტში, უცხო ენათა ინსტიტუტში, მაშინ იყო მეორადი ფაკულტეტი და იქაც იკითხებოდა ხელოვნების ისტორია. 95 წლამდე ამას უთავსებდი ერთმანეთს. მე ჟურნალისტიკას სპორტულ ჟურნალისტიკას და არა მარტო, რომელიც დავიწყე სადღაც ესე 80 წლების შუაში. იქამდე კანტიკუნდად რაღაცებს ვეჭდავდი ლელოში. ჩემი ურთიერთობა ლელოსთან დაიწყო ძალიან საინტერესოდ. მივწერე ორი წერილი შეცდომებთან დაკავშირებით, რომლებიც იყო გაზეთში და ბოლოს მითხეს დაგვანებით, ან მოდიდა ჩვენთანაც დაწერე რაღაც იმუშავე ჩვენთანო და ისე მოხდა, რომ მე აღმოჩნდა ჩემდა სამწუხაროდ და დღემდე ამას ძალიან ესე რაღაცა გარკვეული ტკივილით ვიხსენებ, რომ აღმოჩნდა, რომ ვიზეს ლაპარაკო, ვისაც დაუწურნა ეს რაღაცები, თქვათ, და მართლა როგორ ხდებოდა ის ამას შესავალი აქვს დაუშვათ ის, რომ მაშინ არაფერი არ არის. ინტერნეტზე იმაზე კი არ არის ლაპარაკი. ანუ ინფორმაცია მოდის როგორ იცი წარმოიდგინე, მე მქონდა გამოწერილი უამრავი გაზეთი და ჟურნალი სოციალისტური ქვეყნებიდან, ანუ იმდენად ბევრი მქონდა, რომ მას პოსტალიონს ამოქონდა სახში, იმიტომ რომ არეთეოდა მაშინ. ხუთი არეთეოდა, ხო და ეს ყველაფერი მოხდა. მე იმიტომ რომ ცოტა ოპერატიულობა გამეზარდა, ვინაიდან ლელოს უსმენ მიმეწოდები ეს ყველაფერი მე ხვდებოდი ხოშარაულის ქუჩაზე, სადაც აფასოებდნენ ამას, ანუ ჩამოდიოდა ეს გაზეთები, იქ ხვდებოდი რომ დრო არ დამეკარგა, იმიტომ რომ იქიდან მისულიყო პოსტის ცენტრალური მასში, იმას ჩემი პოსტალიონის მოეცა, იმას მოეტანა და ასე შემდეგ. ოღონდ ნებისმიერ შემთხვევაში ესე წარმოიდგინეთ, რამდენად დაგვიანებულ ინფორმაციას ვაწვდით. თუ ეს არ იყო ანალიტიკური წერილი, ან ისტორიაზე თქვა. ასეთ შემთხვევაში კი ბატონო, ოკეი, კარგია ყველაფერი, იმიტომ რომ იქ არაფერი არ გეცვლება, თუ წერდი სტეფანოზე რომ დაანება თავი ფეხბურთს უკვე თქვა იმ დროისათვის 30 წლით ადრე გესმის, თქვა 20 წლით ადრე. შენ არა გაქვს მომენტის აუცილებლობა, ხო? და სხვა შემთხვევაში, როცა ოპერატიული რაღაცას წერს, წარმოიდგინე, თქვა ჩეხური გაზეთი ავიღოთ, ხო? იმან სადღაც ჩატარდა გერმანიაში დავუშვათ ტური. იმან შეაფასა, დაწერა, იქაც ხო დრო გავიდა, პირდაპირ ხარ ბეჭდავს ეს, ხო? და დაბეჭდა. მე ეს ჩეხური გაზეთი წამოვიდა თბილისში, წავიდა ფოსტაში, იქ პოსტალიონმა კიდე ჩემთან მოიტანა, მე ეს წავიკითხე, გადმოვიდა და ანგარიშები მივიტანე, მე კიდე იმაში. ხო, ნუ ანუ სასაცილო, ხო? ხო და შესაბამისად ის შეცდომებიც, რომლებიც მე იქ ვნახე და უშედა რაზეც ვაპელირებდი, ვითომ როგორც აღშფოთებული ხო, ახალგაზრდა ხარ მაშინ და ჯერ კიდე სტუდენტობის პერიოდია, თუ შეიძლება სკოლას ვამთავრებ, არ მასწავლე რომელი მომენტია, სადაც 70-იან 80 წლების მიჯნა, ხო, ნუ უკვე სტუდენტი ვარ ალბათ. და რაღაცას წერდა, მე გაირკვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექტორი, რომელიც წერდა ფსევდონიმით გაზეთში. და ამ დროს იყო უგანათლებული ეს ფანტასტიკური რა რეაქცია ქონდა? მე გავიგე, არა, მე მითხრა მე სიცილით მითხრა. შენ ვინა ვარ იცი მე მე მისა გამისკერეს ახლა რომ ეს რა გავაკეთე, მაგრამ ნუ აქედან დაიწყო. ანუ ის თქმა მინდა თქვა, ხო, რომ ეს პროფესიასთან, მეორე პროფესიასთან და დღეს პირველ პროფესიასთან, ჩემსასთან, ეს შეხების წერტილები იყო ესე კანტიკუნდა დაწერილი რაღაც წერილები ლელოში, მე უკვე უფრო მეტი ინტენსივობით, მე მოხდა ისე, რომ
ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა ჩემი მეუღლე და ნანა და მამისი ნოდარ გუგუშვილი იყო ერთ-ერთი არა ძნელი სხვა გუგუშვილია ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე თქვათ გამოჩენილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი რომლის სახელობის პრემიაც არსებობს და ყოველწლიურად თქვათ მწერალ ჟურნალისტებს სპორტულს გადაეცემა მისი სახელობის ჯილდო. ორი ძირითადი ჯილდო ეს არის მიხეილ კაკაბაძის, რომელიც იყო ლიადოს რედაქტორი, ოღონდ იმ დროისნელი არა უკვე ცოტა უფრო ადრინდელი და აი ნოდარ გუგუშვილის ეს ორი პრემია ყველაზე პრესტიჟული და მე ბედნიერი კაცია რომ ამ ორივე ადამიანთან მქონდა ურთიერთობა და ანუ ნოდარი თავად შემიძლია თქვა რომ ბევრ რამეში ჩემი მასწავლებელიც იყო, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ჩემი სიმამრი იყო და ოჯახის წევრი იყო პლუს კიდე ბევრ საკითხში ჩემი მასწავლებელი და აი რაღაც ისე ავეწყვეთ ჩვენ რომ თქვათ ალბათ მისმა მაგალითად განაპირობა დიწილად რომ მე უფრო გადმოვიხარე აქეთ ხარეს თუმცა ამაში ბაბუო ჩემის დამსახურებაც ისიც წერდა სპორტზე ისიც იყო კომენტატორი თავის დროზე მან მოიყვანა რადიოში თავისი მეგობარი და მასზე უმცროსი მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე მისი მეგობარი ეროსი მანჯგალაძე რომელსაც მე დავყავდი ფეხბურთზეც დავყავდი დოღზე იმიტომ რომ იქიდან მოდის დოღის სიყვარული იცი მაშინ მე რომ დოღზე დავდიოდი მე აბსოლუტურად ფერებს უყურებდი წითელი თქვა რომელიღაცა კამზოლი რა ფერი ეცვა თქვა ამა თუ იმ ჟოკეის ეს იყო ჩემთვის ამოსავალი ცენტრი მასხანი არ ვიცოდი რომელია და ლევანისგან განსხვავებით ალქოასგან რომელიც დაბადებიდან მე მგონი ცნობს ყველას ცხენსაც და იმას აქვს ჟოკეის მე ეს არ ქონია მე მიხაროდა რომ ეროსის მიყავდი იქ სვაჩოს ორ ფილმში ვარ გათამაშები ერთად ოი რომელი ფილმი ჩემი როლი არის ფილმი ბოდიში თუ განგელი ციკლი სადაც ეროსიც არის და მეც ვარ და დოდო აბაშიძის შვილს ვთამაშობ ისევე როგორც მისი ნამდვილი შვილი ჩემი დიდი ხნის მეგობარი ბავშვობის მეგობარი ზაზა ერთად გავართ ბუშტით და ყვირევთ მამამ ძალიან სერიოზული როლი იყო ძალიან ეპიზოდი იყო ხოსოცი მომენტი არა მაგრამ შენ კი არ გახსოვს კი ზრისი პოეზი იმითი თუ არ გასტოპ კადრი თუ არ გააჭერე რთული ეს არის რა ქვია დასაფიქსირებელი მეორე შემთხვევაში ეს იყო უკვე ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მაშინ ბაბო ჩემი იყო კინოსტუდიის დირექტორი და მოვიდნენ სკოლაში და ვიღაცა შეგვარჩიეს მე თქმა უთხრეს ვიღაცას რომ ეს ის არის იმის შვილიშვილიო და მაგრამ მეც ამაყვა და მე ჰონორარი გამომეწერეს 10 მანეთი არ ვიცი რა ბაბო ჩემს ხათით გააკეთეს თუ ისე მოხვდი იმ ხუთ კაცში ვინც იქაც ძალიან სერიოზული როლი ქონდა ეს რა ქვია კარადა დაგქონდა ეს არის მეზობლები ჩემი კეთილი მეზობლები რა დასაწყისში და ეხლა რომ ნახე მეზობლებად არის მარტო იმაში რა ქვია და ნუ იქაც სერიოზული როლი მაქვს დაგვაქვს ეროსის აქვს რაღაცა მეზობელთან ქიშპი და ერთი კარადა დააქვს აქეთ და ამ კარადის ტარებაში ურთულესი როლი შევასრულე მე. მოდით. Ну, смотрите, не уроните. ხილად არ დააგდოთ. Вперед со мной. ელიდან არ გაგივარდეთ, წავედით მომყევით. Крепче налезь. მაგრად მოკიდეთ ხელი. У него ვიცი Да. დიახ. Очень вежливый. კარგი ბავშვები არიან. ოჯახები თავაზიანებენ. ოჯახს უნდა რომ მეცნიერებას გავყოლოდი მეც ძალიან მაინტერესებდა თავისთავად ახლა იმიტომ ჩავაბარე ისტორიულზე რომ ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს ისტორია და თქვა როცა ვკითხულობ რაღაცას ან მეცილად ეს არის სწორედ ისტორიული რომანებზე არ გულისხმობ თქვა ისტორიულ დოკუმენტურ პროზას ხო და მემუარიული ლიტერატურა ასაკში რომ შედიხარ მით უმეტეს თქვა რაღაც უფრო იზღუდება ყველაფერს აღარ ერევი ხო ერთად და
აი ეს რაღაცნაირად ჩამოვაყალიბე ის სინთეზი ორი საქმის, რომელიც მე თქვა ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ეს არის ჟურნალისტიკა და აი თქვა ისტორია და ხელოვნების ისტორია. იშო, სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, ჩვენი მეგობარი სექტორი დესამი ვახსენოთ, რომელიც გვანებირებს არაჩვეულებრივი პურით და გვერდში გვიდგას მთელი პროექტის განმავლობაში. უღრმესი მადლობა სექტორ დესამს ჩემოლადო. და მოდი სულ სხვანაირად მინდოდა და გქონდა გადაწყვეტილი ბავშვობით რომ დაგვეწყო, მაგრამ ეს კითხვა რო არ დავსვა ახლა არ შემიძლია ერთ-ერთ ინტერვიუში ვნახე რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებარისო გადაფურცვლა შემიძლიაო და არ ვიცი რატომ მეწყვეტყო მე რო არ შემიძლია, იმიტომ როგორ მიხვედით, როგორ ახერხებთ ამას? იცი რა, ეს ხო არ ვიცი როგორ ვახერხებ, მაგრამ ცხოვრება მოიტანა ესე მე როგორც გითხარით ძალიან დიდი გავლენა მაქვს ბაბუო ჩემის და მისი მაგალითი თვისდებოდი და იმან თქვა ბავშვობიდანვე მითხრა რომ არაფერი არ არსებობს მუდმივი, ამიტომ ბევრჯერ მოგიწევს ცხოვრებაში რაღაცაზე თქვა ან ფეხის ამოკრა ან ყველაფერი ისე არ აეწყობა როგორც შენ გინდა ან რაღაც არ მოგეწონება დასვი წერტილი და წადი გააგრძელე და უკან მოიხედავ იმიტომ რომ ყველაფერი რაც იცლება უკეთესობისკენ კი ბატონო ხო და იცი რა ამ პრინციპით ეს იოლია ხამის თქმა და გაგონება იოლია და გამახსოვრება ხო მაგრამ ისე მოხდა რაღაცნაირად რომ შეიძლება მე არც მქონია განსაკუთრებული თქვა დილემები ისეთი რომ აი რაღაცა ზოგადად საკაცობრიო რომ აი ხა შემ გადაწყვეტილებაზე ყოფილიყო რაღაცა ეს მაგრამ ჩემი ცხოვრების წარმართვა არ არის იმდენად რთული ხო მე არ მიმაჩნია რომ არ რაღაცა ქვაკუთხედი ისე რა ქვია კაცობრიობის ხო ამიტომ ნუ დამთავრდა უნდა მივხვდე რომ ერთ წელში ორჯერ არ უნდა შეხვიდე არ ღირს იმიტომ რომ თუ შენ არ გამოგივიდა იმავე დონეზე გაგრძელება საქმის თუ ის წარმატებული იყო ეს პირველი პერიოდი ხო ჯობია რომ იმას არ გაეკარო ნახეთ აი კინოზე დავიწყეთ საუბარი ხო და გითხარით რომ კინოსთან ბევრი რაღაცა შეხების წერტილი მაქვს ითვლება ეს ნამდვილად ასეა ისე როგორც ლიტერატურაში ვთქვათ აი არის ხო ფილმები რომლებსაც მე მოსდევს ეგრეთ წოდებული სიკველები ნუ გაგრძელება უნდა იყოს ეს ისწავლება თქვათ აი პირველ კურსზე დაუშვათ კინოსკოლებში ხო გაგრძელება უნდა იყოს უკეთესი მინიმუმ უკეთესი იმისთვის რომ იგივე ეფექტი მიიღო რა ეფექტიც აქვს პირველ წარმატებულ ფილმს მესამე თუ კიდევ უფრო უკეთესია ვიდრე პირველი და მეორე მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება წარმატებულად თქვათ და ასე შემდეგ ამიტომაც მე მაგალითად როცა სერიალებზე ლაპარაკობ და სერიალებზე ბევრჯერ სერიალთან ბევრი შეხება მქონია ცხოვრებაში ნუ ყიდვასთან ზირთად და ასევე წარმოებასთან რომელიც თქვათ ოთარ შემართავას წამოწყება ამ თლიან საქართველოში და მეც რაღაცნაირად ჩემ დროს იყო იმეჩი და ამიტომ თქვათ მეც გარკვეულად ჩართული ვიყავ ხო თუმცა კიდევ მეორე ფერს თლიანად არის ოთარის დამსახურება ის რომ საქართველოში საერთოდ არსებობს სასერიალო წარმოება და აი მაგალითად ჩემთვის ყველაზე კარგი სერიალი ჩემი აზრით არის 24 მე ამაზე უკეთეს სერიალი არ ვინახავ 8 სეზონია ხო ყველა სეზონი არის ერთმანეთზე უკეთესი წინააღმდეგ შემთხვევით როცა გამოელიათ აი მათთან საერთოდ დასვენებელად წავიდნენ იმიტომ რომ თქვენ მორჩა ამის იქით ეხლა ხო აღარ შეიძლება გაუთავებლად ხო არა და თან იცი რა არის თუ აღარა გამომატების რესურსი იმიტომ რომ გადადიხარ რაღაცა საგიჟეთში ესმის უნდა გაანება თავი მე იმას არ ვამბობ რომ როდესაც მე წერტილს ვამ თქვათ შემდეგი ეტაპი აუცილებლად უკეთესია ან უფრო წარმატებულია ან უფრო შემოსავლიანია ან რაღაცნაირად მაგრამ თუ შენ ამოწურე შენი თავი სადღაც იქ ყოფნას აზრი არ აქვს ამიტომ ჯობია რომ გადადგა შემდეგი ნაბიჯი რაღაცა მოსინჯო რაღაცა ახალი
ნუ გამოგივოდა, არ გამოგივიდა იქაც დასვა იმ წერტილს. ეს წერტილი ეს ლიმიტირებული ხო რა, ანუ რაღაცა თავდება, მე იწყებ ახალს. ეს არ შეიძლება რა თქმა უნდა გაგზავდეს ხო ერთ კვირაში ერთხელ არ უნდა დასვა ეს წერტილი. მაგრამ როცა ამის დრო მოდის, ამას უნდა გზნობდე და თუ გზნობდა შეგიძლია ამის გაკეთება და მე გამემართლა იმაში რომ ბევრჯერ შევძელი ამის ბევრჯერ რაღაცა რაოდენობა დამიგროვდა ამისი და ეხლა ასაკთან ის მატებასთან ერთად ეს უფრო რთულია ყოველთვის, იმიტომ რომ მოდიან მე ახალგაზრდები პერსპექტივები კლებულობს, იმიტომ რომ ეს კონკურენცია იზრდება, კარგი გაგებით. ხო არა, რა თქმა უნდა, ეს ამასაც არ შეიძლება უყურებდე შენ იმით რა ქვია რაღაცა შურით და რას ქვია და აღშფოთებით, რომ ყველაფერს ყავლი აქვს. მე დღეს არ ვჯდები ისეთ რეპორტაჟებზე, სადაც ვიცი რომ შეიძლება ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ბიჭებმა ჩემზე უკეთ წაიყვანონ, იმიტომ რომ ინფორმაცია ახალგაზრდა ადამიანი გაცილებით უფრო იოლად იმახსოვრებს, ითვისებს, როგორც მე ვიყავი თქვა ვიღაცასთან შედარებით ამათ ასაკში. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამაზე მე უნდა გააკეთო კონცენტრაცია რაღაცაზე, რაც უკეთესად გამოგდეს. ან შენი ნიშა იპოვო, იქაც თუ შეგავიწროვე ეს კი არა და გაგიჩნდა რაღაცა, ან ცოტა მოჯლუგუნებით უნდა გაიქნებოდეს ეს კარგია, როცა კონკურენციაში ხარ, მე არ გულისხმობ ინტრიგებს და რაღაცას გულისხმობ, რომ არა, ეს არა, მე ყოველთვის წესების დაცვით მოქმედებ ხოლმე, ნუ შეძლებს დაგვარად რა თქმა უნდა, მაგრამ არა, მაშინ იპოვე რაღაცა ნიშა შენთვის და ეს გაცოცხლებს და ეს გაძლევს საშუალებას, რომ მე ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინო და გაყვე ამას. ასე უნდა მოიქცე, თუ ამის საშუალება გეძლევა. მე ალბათ ბევრ წელად გამიმართლა იმაში, რომ ყოველთვის ისეთ გუნდში მიწევდა მუშაობა, რომელშიც აი ეს თქვათ ის ხო არის ხო რა პირიქით ხელს გიწვიდა იმისთვის რომ დაყრდნობოდი და ერთად გაგრძელებიათ გზა და შენც მე იძულებული ხარ თუ ვალდებული ხარ და ხვდები ამას რომ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე რომ მანდამაინც უახლოესი მეგობრები უნდა იყოთ. აქ არის პროფესიულ თქვათ მომენტებზე საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ბოდიშილადო ეს სიტყვები ხარ რომ უსმენ ახლაც რო გავითვალისწინო არ არის დაგვიანებული მგონია, მაგრამ ის მინდა გავიხსენო. დაგვიანებული არასოდეს არ არის. არ არის. კი, 8 წელი ვიყავი ბატონო მიზნე გაზეთი ალია, საინფორმაციო განყოფილების რედაქტორი. იქიდან რო წამოვედი არ ვიცი როგორ გამიჭირდა ვერ წარმოვიდგეთ. ღამეები არ მეძინა რომ არ მინდოდა რომ გათენებულიყო. აი ისეთი რთული იყო ძალიან დიდი ხანი ვერც წერტილი დავს, ვერც გადავხურცლებ. საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდი, იმდენად გამიჭირდა, ისეთი რთული იყო, მაგრამ იცი რა, არის ეს შიშის მომენტი არსებობს, მე მქონდა. მე მას რაღაცა განსაკუთრებულს არ ვლაპარაკო. მე სულ ვფიქრობდი მაგალითად იმეჯში განსაკუთრებით, იმეჯში მქონდა ეს, იმიტომ რომ იმდა რა ქვია, კულტურის სამინისტროდან წამოსვლა არ იყო რთული, იმიტომ რომ 107 ლარი მქონდა ხელფასი ახლა და იქ თუ გამოვიქცე, იქამდე როგორ არ გამოვიქცე ეს მეკერსო. მაგრამ თქვათ იმეჯში ხო სადაც მქონდა სტაბილური მდგომარეობა კარგი, სამსახური, ნუ შეიცვალა მილიონი რაღაცა, ხო და შენზე აღარ არის დამოკიდებული იცვლება პოლიტიკური რაღაცა, თქვათ მოვლენები და ეს აისახება მე შენზე. მაგრამ ვფიქრობდი სულ რომ როგორ შეიძლება რომ მე დაუშვათ, აი მე რა იქნება, თქვათ მოვიდნენ რაღაცეები, გადავიდა ტელევიზია ერთი ხელისუფლებიდან მეორეს ხელში და ხვდები რომ შენი დღეები აქ დათვლილია. და აი მე რა მოხდება რომ აი დილას რო გაიღვიძებ და აქ რო არა ხარ მოსასვლელი და ეს კარები რო არ უნდა გაიღვიძ, რასაც მიეჩვიე თქვათ ამ 8 წლის მანძილზე და არ შეხვდა და აი რა როგორ მოხდება ეს და რა იქნება და ნერვიულობდი არ სვალა ამას. და მე რო გავამაგდეს ახლა საბოლოო ჯამში ხა რაც ისაც ვიცოდი ხო და თან არ ვერჩი. ბევრჯერ მithქვამს მე რომ აბსოლუტურად არ ვერჩი იმ ჯამედელ უფროს, იმიტომ რომ მე გაცილებით ადრე გავაგდებდი, მე რომ ის ადგილზე ყოფილიყავდი, არ უკუღმა რომ ყოფილიყო, გაცილებით ადრე გავაგდებდი ზინასიკიდან იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც ის არ მალავდა მის მიმართ. ანუ მე მის მიმართ არ მალავდი, ხო? და კიდევ დიდხანს გამიზლო. ხო და რომ წამოვედი და ის გასცენდა ის დილა, ხო?
როცა უნდა წავ და აი ის მეშინოდა და გავიღვიძე და მივხვდი რომ არაფერი არ გადაბრუნდა დავიძინესო რა და არ გაიღო ეს კარები და არ გაიქცა არ ჩამოიქცა ქვეყანა და ესეც მივხვდი ის რომ კარგა ასაკში ვიყავი ხო არ იყო ტრაგედია არ არის თავარი არის ადამიანი იყოს ჯანმრთელი და ოჯახი წევრები ახლობლები ყავდეს ჯანმრთელად პირველ რიგში აი რასაც ვერ შველი და უშუალოდ ხო რაღაცა ჯარი წერე ყველა და ვიღაც რაღაცა დაემართა იმას თორე ხა სამსახური ესეთი იქნება ისეთი მე მიმუშავია იბერვიზიაში სადაც მუშაობდით მე სარდაფში ვიჯექით სარდაფში და იქ ეძინათ იმას მემონტაჟეებს რომლებიც დღეს კარგი რეჟისორები არიან და ძალიან დიდი გზა გაიარეს და ეძინათ იმაში რა ქვია მუყაოს რაღაცა ყუთებზე ემაზე წვებოდი იმიტომ რომ ვეღარ ასწრებდნენ წამოსწრე იქ კომენდანტის საათი იქ ომი იქ ვიღაცა ბანდიტები დარბიან ქუჩაში და ვიროდის მოკლავს იქ 5 კაპიკის გულისთვის თუ რაღაცის და აი ეს ამ პირობებში ყავით ხო რა არის ახლა ან იმის მე რა უნდა გამიგვერდეს ახლა მე თქვა ხო იბერვიზია მე სურამიდან ბატონო ვიძინა და სურამში იბერვიზია ბუნებრივად ვერ მაუწყებლობდა და თბილისში ჩვენი ახლობელი ცხოვრობდა კასეტაზე იწერდა ხოლმე თამაშებს და კასეტები ჩამოქონდა სურამში ხო ხვდებით რა დაგვიანება იქნებოდა მაგრამ ეს კასეტა იყო ერთ-ერთი ფანჯარა ცივილიზაციაში იმიტომ რომ ძალიან ბევრ თამაშს იმ კასეტებზე უყურე ალბათ თქვენი კომენტარიც ბევრი იყო იქიდან ალბათ ხო იმიტომ რომ იქ მაშინ ჩვენ და ოცნება იყო ერთგვარი ოცნება იყო ერთ-ერთი ოცნება იყო ჩემი რომ იბერვიზია მქონოდა ტელევიზორში იბერვიზია რომელიც იყო აბსოლუტური ნოლიდან გაკეთებული ტელევიზია და მართლა საოცარი გზა გავიარეთ მაშინ სხვა შეს პარალელურად იყო მეორე არხი და იბერვიზია ხო ეს ორი რაღაცა იმ დროისათვის ძალიან თანამედროვე არხი კონკურენციაში მყოფი მე ბედნიერი კაცი რომ მე საბოლოო ჯამში მომიწია მე ორივეში მუშაობა იმიტომ რომ იბერვიზია როცა დაიხურა ზაზა დარასელმა მიმიწვია მე თუმცა ძალიან მეგობრობდი მიმიწვია მე ორი არხზე იქ ბიჭიბიძაძე დამხვდა იქ დამხვდა სხვა გუნდი ბევრი ჩემი მეგობარი იქამდეც ვისთანაც მქონდა ურთიერთობა და მე კიდე უფრო თუ გაგვიღრმავდა ეს ურთიერთობები და მაგრამ ისი რა იყო რეალურად ყველაფერს ვიპარავდით აი ის რასაც მე უკვე ბადრი პატრაკაშვილის მოთხოვნით დავიწყეთ ამ მეკობრეობას პირატობას ვეძახით ახლა ეგეც არის ხო თქვა ამასთან ბრძოლა რო გავაჩაღეთ რომ არიქა ყველაფერი ლიცენზირებული და რაღაცა ამ დროს მე ვიყავი ის კაცი რომელიც იპარავდა ყველაფერს ასაც დაინახავდა სადმე და ესე იყო რეპორტაჟი არის ეგ კარგი მოპარვა იყო ესე იგი ის იყო ისი რა ნეტა მაგაზე მე არაფერ არ მოეპარათ იმ პერიოდში და ეგ მომაჩემი ცხოვრობ წიგნებს იპარავდა სულ მიყვება ბიბლიოთეკიდან რო გადავშვიდი ხოლმე რაღაც სოფელ უბისის ბიბლიოთეკა მეთქი რა არის სულ არა რომ წიგნის ქურდი არ არის ხო ამ ეს სხვა შორის ეს ესეთი ფრთიანი გამოთქმა იყო ჩემ მაშინ რომ წიგნის ქურდი არ არის მე ერთხელ ერთმა მეგობარმა პროფესორია ახლა რომელსაც 11 წიგნი დავაბრუნები ჩემი ვეუბნებოდი კაცო მითხარი და მოგცემ ამ წიგნს და წაიღე და არა თან როგორ მეუბნებოდა ესე ძალიან მაშინაც ნახევრად ხუმრობით ხდებოდა სხვადასხვა რა თქმა უნდა და მეუბნებოდა აბა სად გიდევს შენ თუ ესე ხეთების რაღაცა რა ვიცი სადმე ესე კი არ ჭირდება წავიღე უკარს და აღარ გიდევს მე წავიღე ანუ ეხა იმას კი არის ის კი არის ანუ ხურდობა კი ახლა მაგ პირდაპირ მე შევსკურდობა კი არა რა გიგებს შენ არ ჭირდება ესა იმიტომ რომ არ გაინტერესებს ხო და ვეუბნები კაცო მე სად მიდევს რა შენი საქმეა ჩემია ესა სადდეს რა არის რატომ ვიზინა როგორი მამა ხართ აუ ეს შემშოს ნაკითხო და მე იცი რა მე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში მეც როგორ მამა ვარ ეს სხვა მონათქვას მე ვცდილობ რომ ვიყო ისეთივე მშობელი ჩემი შვილისთვის როგორი მამაც ყავდა მე და როგორი დედაც ყავდა მე დედა ვერ ვიქნები ხა ბუნებრივია
მაგრამ ანუ ნახეთ ჩემი შოულები გაშორდა ერთმანეთს, როცა მე ვიყავი 3 წლის. მიუხედავად ამისა, მე მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს არ მიგზნია რომ თქვათ მამაჩემი სადღაც შორს არის. აბსოლუტურად არა. ეს მონაწილეობდა ჩემს ცხოვრებაში სრულფასოვნად. ამის საშუალება, რა თქმა უნდა, მიცა დედაჩემმა და აქეთ ამხარემ იმ ოჯახმა, სადაც მე გავიზარდე, ბაბუაჩემ, ბებიაჩემ. იყო იმ დროისათვის არ იყო ეს თქვა შორის ესეთი ყოველდღიური და ჩვეულებრივი ამბავი ხო არა იმიტომ ძალიან ბევრს მაგალითად უკვირდა მე როდესაც თქვა მამაჩემმა მეორე თიგორწინა და გაჩნდა ჩემი ძმა რომელიც 10 წელი ჩემზე რუსია დაუშვათ ხო და როცა ნახეს რომ ჩვენ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს მე დავდივარ მამაჩემთან და მის მეორე ოჯახთან ერთად დასასვენებლად დედაჩემმა შეიძლება მოსკოვში წაიყვანოს ჩემი ძმა თქვა რაღაც გზად გაატარონ იმიტომ რომ მიდიან ისინი ჩაიყვანოს მოსკოვში მცხოვრებ ბიძაჩემთან თუ ბებიაჩემ ანუ ამაზე ამბობდნენ რომ კი მაგრამ რანაირად თქვენ რა თქვენ არ ახართ ნორმალურები თქვენ როგორ კაცო იცხო ხო და დაშორდით მაშინ მამაჩემს მოყავდა სტუმრები ჩემთან სახლში ანუ ეს კიდევ მეორე ეს არ არის ორდინალური სიტუაცია და მე არ ვამბობ ეს არის საუკეთესო ვერსია თქვათ მოვლენებზე ჩემთვის ეს რო საუკეთესო იმიტომ რომ მე მომსამან იმის თავისუფლება რომ მე არაფერზე ესეთ რაღაცებზე კომპლექსები და თქვათ ეს არ მიჩნდება რომ მე ადამიანებს შორის ნებისმიერი სახის ურთიერთობის ბას უშვებ მე შეიძლება არ მომწონდეს ან თვითონ არ ვიყო ასეთ ურთიერთობაში ვიღაცასთან ხო მაგრამ აბსოლუტურად არ მაღელვებს ეს და არ ვფიქრობ რომ რაღაცა კრიმინალურია ამაში რა ერთ-ერთ ინტერვიუში გავთ ასეთ რამე ნათქვამი რომ არ ვარ ტრადიციული მამა რაში გამოიხატება თქვენი არატრადიციულობა ანუ თქვა მე დედაჩემისთვის დედა არ დამეძახე და მამისთვის მამა სახელებით ვიმართავდი აბსოლუტურად და ვიყავი ჩვეულებრივ ურთიერთობაში. ისევე როგორც ბებიაჩემ და ბაბუაჩემ. არავის ყველას ველაპარაკებთ სახელებით. ყველა ეს მათი ინიციატივა იყო, ისინი მეუბნებოდნენ რომ იყოს ესე. ასე ვარ მე დღესაც. ჩემი შვილიშვილი მეძახს ბიზნესს, არ მეძახს ბაბუას, არ პაპა და ჟოდამისო, შეიძლება წავიდე სახელიდან. იმიტომ რომ მე ვარ, იმიტომ რომ ის ბაბუაჩემი იყო თანამედროვე ჩემი მეგობრებთან მეგობრობდა, დედაჩემის მეგობრებთან მეგობრობდა. მე ვცდილობ რომ ეს ელენეს მეგობრებთან თქვა მეგობრობდა, როცა გავიგო რომ სიგარეტს ეწევიან, მეუბნებოდი რომ მოწიეთ ჩემთან კაცს, რაზმილი ხარ და კუჭი რაღაც იმაში ბუჩქებში და იმაში იყოს. ძალიან მაინტერესებდა ამის ნახვა და ამაში დასწრება. ამ პროცესის რაღაცნაირად ესე, იმიტომ რომ არ არის ჩემთვის ეხლა ეს 3 წლის ბავშვმა რომ გააკეთოს და უშუალოდ ხო ალბათ აუხსნე რომ მოიცადე შენ ჭირი მე ხნუ შემე ამას ეხლა იმიტომ რომ ადრეა და ჯანმრთელობაზე ეხლა როდესაც დასრული ადამიანი ამას აკეთებს თქვა რაღაცა სტუდენტობის პერიოდში თუ გინდას სკოლის თქვა ბოლო კლასში თუ რაღაც ეხლა ნუ სხვაგან წავიდა ცხოვრება ხა ეს ჩაკეტილობა და რაღაცა ავადმყოფური რაღაც ესენი სექტანტური მიდგომები მე არა მაქვს ხა და ამიტომაც მე ვთქვათ ნებისმიერ თემაზე ვესაუბრები ჩემ და ყოველთვის ვესაუბრებოდი ჩემ ქალიშვილს მე დავდივარ ეხლა ახალ ჩამოსული ვარ ჩვენ ნოემბერში და დეკემბრის შუა რიცხვებამდე 12 დეკემბერს გამოფრინდით 14 ჩამოვედით ვიყავით ერთად სამხრეთ ამერიკაში ჩემი ძმა მე არ რომ ამბობ აი ნახევარი და მეოთხედი და ესე ჩემი ძმა არის ჩემი ძმა ხო ანუ მე და ჩემი ძმა ჩემი ქალიშვილი და მისი მეუღლე და ორი ჩემი მეგობარი 6-ნი ეს ბილეთები ავიღეთ მაისში იყო მაისში წარმოიდგინე მაისში იყო მქონდა Turkish Airways რაღაცა აქცია და ეხლა პირველი არ იყო ჩემთვის მოგზაურობა და ძვირია ბილეთი ძალიან ძვირია ამიტომ წლების მანძილზე აგროვებ ფულს იმისთვის რომ იქ ნორმალურად ჩახვიდე ეხლა იყო $600 თბილისი ბუენოს აირესი თბილისი ეს არის ნაჩუქარი ფასი იმიტომ რომ 2000 ხერს დაუშვათ და აი მაშინვე გამოვაცრეთ მუთაკებიდან რაღაც ისენი და ავიღეთ ეს ბილეთები და აი ნოემბერში
წავი სამი კვირა იყო წავს. თავთან კაი პერიოდია მან ხო? სიცხე რიოში ერთი დღე 40 გრადუსით სიცხე იყო და მეორე დღეს მარაკანაზე ფლამენგოს თამაშზე წავსულიყავი და რაღაცა გაუგებრობა შეიქმნა, იქ აღმოჩნდა რომ ორჯერ შემიკვეთია ბილეთები და მეუბნებოდა რომ არ ატარებსო იმას. ბარათსო და ვიფიქრე რომ ესე ვეღარ მივდივარ. და ერთი პირობა გულზე მომეშვა რომ ვიფიქრე რომ ჯანდაბას უწავალე, იმიტომ რომ ამ 40 გრადუსში თუ მოკვდი ახლა მარაკანაზე გესმის, ვთქვათ ახლა ესეც არ მიიღირს ეს თამაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ბილეთებიც აღმოგვაჩნდა და 2 გრადუსი დაიკლო და ეს 40 გრადუსთან საგზნობია რომ იცოდე. მართლა? კი, 2 გრადუსი იქ იცი როგორ გზნობ ამას, იმიტომ რომ იქ როგორ არის საშინელი სიცხე და პლუს არის ამ ოკეანის გამო ეს ხო და ტენიანობა ძალიან მაღალი და სუნთქვის საშუალება არ გადა. 2 გრადუსი ასეთ ვითარებაში ხო 2.5 გრადუსი დაბლა სამთარი გეგონება. აი ისეთ იმას გაძლევს სხვაობას. ხო, ძალიან საგრძნობია რა. მამასთან ერთად დადიოდით ფეხბურთზე? აი პირველი თამაში რა იყო რაზეც? მე მამაჩემთან ერთად, მამაჩემის აბონემენტით დავდიოდი მე. მამაჩემს მქონდა აბონემენტი, თუმცა მამაჩემთან ერთად მახსოვს ერთი ბაბუჩემს დავყავდი ძირთად თავიდან სტადიონზე. და მამასთან ერთად ვარ ნაყოფი ჩემთვის ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თამაში თბილისში, რასაც დავსწრები ვარ. ეს არის ლივერპულთან შეხვედრა, რომელზეც მომიტანა 2 ბილეთი. ჩემი ძმა პატარაა მაშინ და 8 წელსაც ვინ წაიყვანდა ახლა იმ დროს იმაში რა ქვია სტადიონზე. მე მგონი რეკორდი დამყარდა მაშინ, იმიტომ რომ 75,000 იტევდა დინამოს სტადიონი და ამბობენ რომ 100,000. მე მგონი გერმანიასთან თამაშმა მოხსნა მე ეგ რეკორდი. ხო, შეიძლება. იცი რა, მაშინ იყო ნუ წარმოუდგენელი, ანუ ერთმანეთს თავზე აჯდა ერთმანეთს ხალხს. მე მქონდა საყვირი, რომელიც წავიღე ვის გამო ვიღაცა თხოვდა სკოლის პიონერთა ოთახიდან თუ რაღაციდან მოიპარეს თუ გამოიძეს, მოკლედ სადღაც მომცეს ეს საყვირი და საყვირი თუნდა და მამა ჩემი ესეთი მე აი ჩემი ვთქვათ რაღაცა თვისე ბევრი თვისება მაქვს მამა ჩემს და ბევრი ბაბუა ჩემს, ხოჭა მამას გავსებენ ორივეს და მიყვეთ იმის რომ ის დედის მხრიდან მამაზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში და მამა ჩემს და რომელსაც არაფერი კავშირი ნაცნობი ერთმანეთთან არ ქონათ. რომ ორივე ძალიან კარგი უმერძნება ქონდა, ხო სხვადასხვა ერთი კარგი მომყოლი იყო ბაბუა ჩემი და თუ რამეს კარგად ყვები, ბევრად უარესად ვიდრე ისყვებოდა, მაგრამ თქვათ ეს იმისგან მაქვს და ესეც სარკასტული და თქვათ რაღაცა ცინიკური რაღაცა მომენტები ეს მამა ჩემის და ესო დაინახე საყვირი, ნუ მითხრა რომ სანამ იქ მივედი სტადიონზე რომ ამბობ რომ გადააგდე საყვირი ასე რომ საფეხად 2-1 გვაქვს აგებული იქ ხო? ჯერ იქამდე გავიგეთ რომ ლივერპული იყო, მართლა არ ქონდა არაფერს იმედი ხარ ლივერპული და ხო არა სადღაც ხა და ეს მით უმეტეს ისე იყო რომ ამბობდა რომ შენი ჯერი მე ხა ზოგადად სკეპტიკური ისინი ქონდა ხოლმე ბევრ რაღაცებში და ეს მითხრა გადააგდე ხა საყვირი არ დამარაგებს ეს წვილი ხა წავაგებთ იქა და ეს პირველი გოლის მე რომ წამართვა ეს საყვირი არ გაუგდია ხელიდან ხო თან საშენი წვიმა იყო თავსხმა იყო კი თავსხმა წვიმაში ვიყავით და მე დამეკარგა რაღაცა ანუ მე საქმისგან წამოვედი ჩემით ეხლა 19 წელს ხდება ეს 18 წელსა რაღაც მინახა მამა ჩემს სახში მიცილება ანუ ხო და თან ეხა ვინცად იმიტომ რომ ქალაქში მოძრაობდით მიუხედავად ამ თავსხმა წვიმისა იყო აი ეს კოლონების, აი რაც ახლა ვიხილეთ თქვათ 26 მარტს. ხო, აი ესეთი სუ იყო, აი ერთი მეორე მარშები ეს, და ერთ-ერთი ბაზე რა ქვია, მიკვლეხანოზე ჩამიარა გვერდზე, იმეთი დუდუკი, რა ქვია, ამ ჩემის საყვირის იმეთი ამაშება და მაშინ მივხვდი რომ ფეხბურთი არის რაღაცა სხვა არა ესეც კი რომელიც ახლა ესეთი კომაგი როგორც მე ვარ დაუშვათ ხო არ ყოფილა ესე ძალიან უყვარდა ფეხბურთი დადიოდა ყველა თამაშყოლები მაგრამ ხო გეუბნება ემოციების გამოხატვაში ესეთი გიჟი არ იყო თქვა აი ეს
ბევრ რაღაცაში შეიძლება ქონოდა ტემპერამენტი, მაგრამ აი მასე რო თქვა აი ჩემი უახლოესი მეგობარია თქვა ლევან ქავთარაძე და აკამისი ძმა და მამამისი გურამ ქავთარაძე იყო ისეთი კომაგი რომ ამბობენ რომ გადავარდა მეორე იარუსიდან მეც რა ქვია სტადიონის ემოციებში და რაღაცაში გაიფერ მოვიდა. ანუ ხო ესეთი ეს არ იყო. არ ყოფილა. მაგრამ იმ დღეს ეს საყვირის ამართვა და ზავიდა. ელენესთან ერთად ყოფილიყარ ხოლმე თამაშებზე? ელენესთან ერთად სულ. ელენე არის საშინელი გულშემატკივარი არგენტინის. რატო არ მიყვირს რომ არა, ხო, მაგრამ აი ნახე უკვე ბარსელონა და რეალი. ჩვენ ვართ ბარსელონა რეალი. ამ დაპირისპირებაში ვართ მუდმივად, იმიტომ რომ მან აირჩია ქალაქიც უფრო მოწონს მას ბარსელონა მე მადრიდი, გუნდიც შესაბამისად მას ბარსელონა მე მადრიდი. ეჭვი მაქვს რომ არგენტინაშიც როცა ჩვენ ვიყავით პირველად როცა მოვხვდით სტადიონზე 2019 წელი იყო არგენტინაში როცა პირველად მოვხვდით ერთად ვიყავით River Plate-ის მატჩზე და მართლა დაუვიწყარი თამაშია მოახდინა იმიტომ რომ მოვხვდით იმ კომაგების სექტორში სადაც აი ულტრასები ოფიციალური შიზოფრენიკები სადაც ხედან რა და ისეთი შტაბეჭი რომ ჩემზეც მე ხედავ რომ ბოკას კომაგი ვარ ეხლა ეს არ არის ესეთი თქვა აი სამხრეთ ამერიკულში ესე ჩახედული როგორც მე ვარ და უშუალოდ ანუ ამ დონეზე ინჩა ეგრეთ წოდებული ხო არ არის და მითხარ რომ მე ამაზე მეტი რა უნდა ვნახო რა იმიტომ რომ მაშინ ვერ მოხვდი ჩვენ ბომბონერაზე თქვა ბოკას სტადიონზე ეხლა რო ვიყავით ჩვენ ვიყავით ლიბერტადორესის თასის ფინალზე სადაც ბრაზილიური გუნდი თამაშობდა არგენტინის დედაქალაქში რაც თავისთავად არ იყო ხედავთ სასიამოვნო კიდე კაირო 6 არგენტინელი იყო აქეთ იქით მსნელიანად მაგრამ სადაც მეტნი იყო ზააგეს იმათმა ხო მე ვიყავით ბოკას თამაშზე და ბოკას თამაში იყო ჩვეულებრივი მატჩი მასთან რა ქვია Gimnasia de Platastan და იყო ატმოსფერო იყო არანაკლები ვიდრე ფინალზე ეს რაღაცა შიზოფრენია ჭირთამათ ანუ ეს როგორ არის იცი რაც არ უნდა ხდებოდა სტადიონზე მოვიდნენ იქ არის დღესასწაული ინგრევა ყველაფერი ეს ანუ ჩვეულებრივი მატჩი რომელიც რეალურად არ წყვეტს ეს ჩვეულებრივი არ არსებობს იმას რომ ის ფინალზე რაც აკეთებს ის ამას აკეთებს ეს ხალხი ჩვეულებრივი მატჩზე მაგრამ და საოცარი სტადიონი აი ესეთია წარმოიდგინე ოდნავი დახრა და აი აქ ვიჯექით ანუ ჩემს მე ერთი რიგი იყო და შეიძლება გადმოვარდნილიყავი გარეთ მაგრამ ჩვენ არ ვიჯექით მთავარ შიზოფრენიკებში აი როზანზარებს ხო სადაც მოძრაობს ეხა იქ არ ვიყავი ვიჯექით იქ არს ხედან ისინი ფეხსგან იქ არ ვიყავით არ ჩერდება მთელი სტადიონი ეგრეა სხვა გონია დიდი სხვაობა კი არ არის ძალიან მაგრამ მაინც სხვა არის იქ იმათ აქვთ წინ ესა ღობე რო არ გადმოვარდნენ იქ დიდი ავტობუსი გადმოვარდებიან ჩვენთანაც არის ღობე არის იმის გამო რომ ხო გითხარ ესეთია სტადიონი და რიგებს შორის ღობეები შეიძლება უბრალოდ გადავარდეთ წინა იმაში აი ამ ხელა ამ იმაზე რა ქვია სახიფათოა მართლა მღერიან გაუთავებლად 15 წუთი მღერიან ერთ-ერთი სიმღერას თუმცა სულ მღერია დაამთავრეს გააგზავნეს მერე გადავლენ მეორეს საოცარი ატმოსფერო მაგრამ აი მე ეჭვი მაქვს რომ ის იმ თქვათ აი მთავარ გადარეულებთან ყოფნამ შეიძლება ამის სიმპათიები ცოტა რივერის ხარეს იქ იცოდნენ ბოკას გულშემატკივარი რო იყავით რივერის თავარ გადარეულებში არა იქ რო მე თქვა აღარ ვიქნებოდი მაშინ ახლა მე ეგ კი არა ჩვეულებრივი ლურჯი რაღაცა მეცვა და ეჭვი აღეძრა მე კი არა ჩემ მეგობარს ეცვა და ბოკას ფერებზე და ყვითელზე მის კი არა ლაპარაკი უბრალოდ რაღაცა ეს გამოიხედეს ჯერ სამწარ მეთქან მინავართ მე ვთქვი საქართველოს რაღაცა ეს ბოლოს გაიგავ დაგვანების თავი თორე ეხა იქ რო ბოკას ანუ თავის მოყლა გინდა მაშინ ძალიან კარგი ვარიანტია რომ წახვიდე იქ ელ კლასიკოზე ყოფილ ხართ ერთად არ ყოფილვართ
ერთად გვიყურებია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ იმასაც ვერიდებით, იმიტომ რომ იქ არ აწყდეს რაღაცა ესა. შიდა დაპირისპირება არ მოხდეს. ოჯახური თუ ვარდების ომი რო არ ავტეხოთ ეგ მაშინ რა ქვია ოჯახში, ამიტომ ბატონო ბიძე, თქვენი ასეთი დამოკიდებულების და ასეთი ხასიათის გათვალისწინებით ელენე ალბათ საიდუმლოებსაც გიმხელდათ, მეგობრობდით, მოკლედ ასეთი შტაბი. აი ხუგერები, მე დედაჩემთან მაგალითად ხო, მქონდა ურთიერთობა აბსოლუტურად მეგობრული. მე მარტო მე კი არა, ჩემი არც ერთი მეგობარი დეიდათი არ მიმართავდა. მედიკო ჩვეულებრივად. ეს ოღონდ ხდებოდა სტუდენტობის პერიოდშიც და ეს ის კი არ იყო თქვა. ეხლა ვიღაცამ ესე არ მიიღოს, რომ ეს იყო თქვა უპატივცემულობა ან რაღაც. არა, ეს იყო აი ესეთი ურთიერთობა იყო რა. მოდიოდნენ და უყვებოდნენ დედაჩემს რაღაცას ჩემი მეგობრები თქვა. და ისიც ესე იყო ჩვენთან მეც ბავშვობიდან მთელი ელენეს სამეგობრო გავუშვათ ხო დღემდე ყოველდღე არ მიხარია და მე ამაყებაზე რომ ამბობენ რომ აი შენ სხვანაირ ხარ მეც შენობით მომართავდნენ ყოველთვის და მაშინაც და ეხაც და არიან ზუსტად ამ იმაში რა თქმა უნდა ალბათ ყველაფერს არ მომიყვებოდა ხა რაღაცას დამემალავდა მაგრამ მეტწილად კი ყველაფერს ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთთან ესეთი ანუ ძალიან იოლი და ესეთი ლაითი მამა ვარ. ხო და მიღწევადია და არ არის შეუძლებელი ეგ. გიჯხუბიათ რაღაც ტონისთვის აგიწევიათ ელენესთან ურთიერთობის დროს. არა, რაღაცაზე შეიძლება ეს ვთქვათ, რა ქვია, წავიჩხუბოთ რაღაცაზე, მაგრამ ეხა აი როგორც ვთქვათ, ჩემ მეგობრებთან. უფრო პატარა საკითხი. ეს ეხა იმაში რა ქვია, ჭკუის სწავლების და იმის როგორ გაბედეთ თუ რაღაცა დაჟჯეს და რაღაც არ არსოდეს. არასოდეს. რა მაგარია? არასოდეს, იმიტომ რომ მე არ ფიქრობ, რომ ჩემთან არ ვჩუბეთ არასოდეს არაფერზე შემშობლებს. მე თქვათ ბაბუა ჩემ აი ისე დააყენა საკითხი, რომ ნაწყენობა მისი ჩემთვის გაცილებით უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ასჯერ რომ თქვათ რაღაცა ხმას აეწია და ეჩხუბა მერჩივნა ის. რო თქვათ რაღაცა დაცლილიყო ემოციებიდან გაჩხუბა და ნუ ხო იცი ხა გამოუში ეს რა ქვია ორთქლიდან ნუ ესკანი მაგრამ ნუ რაღაცაზე თქვათ იტყოდა რომ ხშირად ძალიან ხშირად არ ყოფილა პირველად იყო უმალავდი რა შადიკო რა შადი მასაც რაღაცის თქმა უნდა აშკარად მოусმინე რას ვლაპარაკობთ ხო და ამიტომ არასოდეს არ ხონია ჩვენ არც ჭუბი და არც დავით არაბა პირიქით ყველაფერს მეუნება მეც ბევრ შემთხვევაში რაღაც ისეთ მეუნები რაც ისეთი რაღაცები მომეყოლე ნანა ხშირად მეუნება ხომ ყველაფერს მელაპარაკები და ნუ სულოდებ რაღაცას ეხლა კი აღარ მე ხარ რაღაცას მაგაზე ლაპარაკი ეხლა ამ ხელა უკვე ელენა ხო მაგრამ ბავშვობაში მე მას ყოველთვის ველაპარაკებოდი როგორც თანატოლს, იმიტომ რომ მე ესე გამზარდეს თვითონ. მე მქონდა იმის ბედნიერება, რომ ამ შენობით სახელებით ლაპარაკზე რომ მოგახსენებთ, მე ასევე ველაპარაკებოდი ჩემი მშობლების მეგობრებს. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, არა ჩემი ინიციატივით. იმათ ვარახან იცოდნენ, რომ სახში ჩვენთან ესეთი ურთიერთობა და მე კაკოს და კუცუნას ვეძახე ბებიაჩემს და ბაბუაჩემს თქვათ იგივე ბატონი ირაკლი აბაშიძეს და ავისი ბაბუასთან მეგობრობდა როგორ ის უახლოესი მეგობარი იყო მისი თქვათ ბატონ რეზო წაბუკაშვილს იმათაც ისინი მელაპარაკებოდნენ იმათაც მოწონდათ ეს თამაშის წესები ხო ეს თამაშია ზოგადად ხო ბატონი დათიკო ჩხიკვიშვილი რომელიც იყო მე რექტორი როცა მე უნივერსიტეტში სწავლობდი ჩვენთან სახში მე დათიკოთი ველაპარაკებოდი მე ვიყო 3 წელს მაშინ უმაღლესი ჩავაბარე მე მაშინ კი არ ვეძახდი დათიკოს ესმის მაგრამ იმას სახში ამას მიმაჩვიეს იმიტომ რომ იმათაც უყურე რა მომენტი იყო მათთვისაც იყო თამაში ისინი უფრო ახალგაზრდები იყვნენ და მეც როცა ჩემი შვილის მეგობრებს იგი
ირიშკას თიჩოს თუ მათ რა ქვია კეთოს და ასე შემდეგ თაკოს ველაპარაკები შენ ველაპარაკებოდი შენობით და ისინი ველაპარაკებოდნენ შენ მეც გარკვეულწილად ასაკი აკლდებოდა და ხდებოდი ბევრად უფრო თანამედროვე ესია ხო ნუ კიდევ ვიმეორებ ეს არ არის პანაცეა რომ ყველა ეს უნდა იქცეოდეს და მანდამაინც ეს არის ყველაზე კარგი მოდელი და უშუალოდ მამაშვილური ურთიერთობის მე ამას არასოდეს არ ვამბობ მე არასოდეს არ მithქვამს რომ ის რასაც მე ვაკეთებ არის ყველაზე კარგი არასოდეს და აბსოლუტურად არ მაინტერესებს არის კარგი თუ არა ეს არის ჩემი აი ამაზეა ლაპარაკი ხო სანდროსთან მაგალითად ხო სანდროს მეძახის ბიზნეს იმიტომ რომ მე ბიზნე მქვია და ბრალ დამეძახოს რატო დაგარქოს ბიზნე ბაბუჩებს ანუ სამივე ბაბუის მოსახელე ვართ მეც ბაბუის ხო ბაბუჩემ არის ბიზნე პარათაჟი საოცრება რა არის ამასთან დაკავშირებით კიდე გეუბნები ხარ პარადოქსების ქვეყანაში ცხოვრობთ ბაბუჩემის სახელობის ქუჩა არსებობს თბილისში სასამართლოს მიდამოებში ყველა გამოჩენილ ქართველ ადვოკატს და ბაბუჩემი ერთ-ერთი ასეთი იყო ქუჩები რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ქუჩებს მიანიჭეს მათი სახელი ხო უყურე ჩემზე მეტად ვის გაუხარდებოდა და უშუალოდ ეს დაფასება ბაბუჩემის ან თქვა ჩემზე თქვა ჩემ ძმას და უშუალოდ შეიძლება ხო შევეჯებრო იმას სხვა რა ის შეიძლება მე ამას ვიგებდე იმის გამო რომ თქვა გადასახლდა სიახლოვეს ჩემი მეგობარი ირაკლი შარაბიძე და მეუბნება ბიჭო შენი სახელობის ქუჩა ეს თუ რა ხდება არ იცოდი არა ასეთ არ ვთქვამთ ანუ იმის ესე რა როგორ შეიძლება ამის ტვინი არ გეყოს იმას რა ქვია რომ კარგი საქმე გააკეთე და მე არ მითხარი აბა ვის მოუთხრა მაშინ ხტები ანუ აი ეხა იცი რა ცუდი რაღაც რო დაგერქმია ჩემი ბაბუჩემის სახელი თქვა გაიგე შეიძლება მე დამემალო უნდა იმიტომ რომ არ მოვიდე და არ მოკლა ეს რა მეკენი თქვა და ქუჩას დაარქვი ხო შედალოცულო მითხარი და მოვალ იმ ქუჩის გახსნაზე ხო შენ შეგეთულება ხო შეგაქებ წავალ რაღაცა მოუყვები რომ ეს რა კაი საქმე გააკეთეს და ესა ხო აი რა ლოგიკა ამაში აბსოლუტურად ჩემს აუხსნელია ბატონო ბიზნე წერან ახსენეთ გაგრძელება მინიმუმ უკეთესი უნდა იყოს პირველზე გამახსენდა ეგრევე სამი მუშკეტერი, იმიტომ რომ 10 წლის შემდეგ და 20 წლის შემდეგ ისეთი მაგარი ვერ არის. ვერ არის. და რა მინდა გკითხოთ? მამა თუ შემდეგ ჯობია და 10 წლის შემდეგ ხახაგან ხო, სულ სხვა რამე. ხო და აი მამა თუ გირჩევდათ ხოლმე წიგნებს და სამი მუშკეტერი თუ გირჩიეთ მამა. მამა ჩემთან მიმართებაში როგორ იყო? 4 შაბათს და შაბათს მე მივდიოდი ბაბუაჩემთან, აი ბიზნეს ბარათაშვილთან, სწორედ სახში და ანუ მამაჩემის მშობლებთან და მამაჩემთან მივდიოდი 2 დღე საღამო არ რჩებოდი ხამე, მოდიოდი საღამოს სახში. და მიყვებოდნენ ისინი, მიკითხავდნენ წიგნებს ბაბუაჩემის მათ შორის და ბებიაჩემი, კეთო რუსულად მიკითხავდნენ ძირითადად, იმიტომ რომ მაშინ თქვათ ლიტერატურა საბავშვოც და მეტი იყო რუსულენოვანი და თუ გინდოდა რომ განათლება მიგეო, გინდა პროფესიული და გინდა ზოგადი ხო, ნუ გინდა არ გინდა რუსულად უნდა გეკითხა, იმიტომ რომ არ იყო ამდენი ხო მთელი საქართველოს მთარგმნელი ხო ვერ გახდებოდა და თან კიდე კარგი მთარგმნელი ხო? და ეხა რაც იყო ეხა ხო და მამაჩემი რომელსაც ეზარებოდა კითხვა მიყვებოდა ოღონდ მე იყო პარადოქსული სიტუაცია, იმიტომ რომ მე 5 წლის ასაკში ვიცოდი დასტაევსკის ყველა რომანის შინაარსი რა მაგარია ეგ უნდა ვცადო ხო
იმიტომ რომ გაგიჟებულები იყო ხოლმე ხო ვიღაცები, იმიტომ რომ 5 წლის ბავშვი მოვდიოდი და ყვებოდი რასკოლნიკოვზე რაღაცას გასმი როგორ გავჩაარტყა თავში ეს და იქ კარამაზოვებიდან გალოშა ზარაუშოვსკი და აი რაღაცა ივანე არ ვარ გაიმიტომ რომ და ეს ფიქრობდნენ რომ ეს ან მაშინ ფილმებიც არ იყო რომ ეთქვა რომ ბავშვმა ფილმს უყურა და იქიდან გაიგო. სად არის ხა გესმის და იმიტომ რომ მე ეუნებოდნენ ჩემები აქეთ მხარე ეუნებოდნენ რომ კაი თქვა ზღაპარს არ გინდა ან კაპიტანი გრანტიშვილების დაგხვდა რაღაცა თუ უყვები რაღაცა სხვა მოუყვები განები ამ იმას რა ქვია დასტოევსკის და იმის მოყოლას და ამიტომ ხო მე ამიტომ ეს გავარდა მე ხმარო მე ვარ ფენომენი პატარა ბავშვი რომელიც თქვა შენობით ელაპარაკება იქ თავის ბაბუების მეგობრებს და მე უყვება იმას რა ისინიც მე მაგადავებდნენ ხა რეალურად მაგრამ აბა მოგვიყევი როგორ არის შენ მაინც ვინ გირჩევნია იქ რაღაცა ამ ძმებში თუ გაიგე და მეც რაღაცას მე ფილოსოფოსი და რაღაც ვაბოდი ან ყოველთვის პატარა ბავშვმა მე რაღაც მე ფანტაზია შემოდის რაღაცას იმაში და ისინიც ერთობოდნენ ხა ჩემზე ხო ეხლა უყურებ ამას ნუ ვიყავ ესეთ რაღაცა თეთრი თაგვირო მაგრამ ისა საინტერესო და სახალისო იყო ეს ყველაფერი რაც შეეხება სამუშკეტერს და ჩემ გატაცებას ამ თემით ეს იწყება საიდან იცი სამუშკეტერი ხო თქვა ძმამ დაწერა ეგრეთ წოდებული დარტანიანის მოგონებების სამტომეულზე დაყრდნობით რომელიც ასევე გამოგონილია და ის არის ის მისტიფიკაცია ეხლა მაგას ნუ ჩამაღრმავებთ იმიტომ რომ ფილმი გადავიღე მაგაზე ლამის და ეს დავწერე დიზერტაცია მაგრამ ხო და აი ეს თვითონ on ფრანგულ ენაზე ეს სამტომეული მოსკოვში ბიძა ჩემს მიშა ლავროვსკის ანუ მამა ჩემის დედა არის ჩიკოიძე მისი და ლალა ჩიკოიძე იყო დიდი თეატრის ბალერინა გათხოვდა მოსკოვში ლეონიდ ლავროვსკიზე ბალეტმეისტერზე და მისი შვილი ჩემი ნატრია და ბიძა ჩემი მიშა რომელიც თბილისში დაიწყო ცეკვა და მე სახელმწიფო არტისტი ასაკშტაკოშის რომელიც გიჟდები ესე მიყვარს დღესაც რაღაცას ყველაზე თანამედროვე კაცი ჩემ გარემოცვაში ის მიკითხავდა უკვე აი ამ იმას სამუშკეტერ იმას და მიყვება ფრანგულად რას გავიგებდი მაგრამ ვინაიდან იცოდა ეს ის მიყვებოდა აი ამ სამტომეულში და მე ვინაიდან უკვე კითხვა ვიცოდი და აქეთ ვიკითხავდი ნამდვილ სამუშკეტერს ვადარებდი ერთმანეთს რა ხდება და ბავშვობიდანვე მე ვერ გეტყვი რომ ბოლომდე მახსოვდა იქ წაკითხული და რა იყო ახლა ამას ახლა 10 წლის ასაკში და 8 წლის ასაკში ხო ვერ აღიქვამ ბოლომდე მაგრამ ვინაიდან ჩარჩენილი მქონდა ვიცოდი რომ ეს წიგნები არსებობს იქ არის მე ვიცოდი და თითქოს სამაგიდო წიგნი გახდა არა მარტო ჩემთვის ახლა ხო მუშკეტერებია ხო ხა ძუმას ჩემის ასჭირდება ხო რეკლამა ხო ამიტომ მე თავისთავად ამოტივტივდა რაღაციდან ეს ძველი რაღაც და მე ისე დავიწყე ამ თემის ჩაღრმავება და მე სიარული თქვა აი ელენეზე რო ლაპარაკობდა ჩემენ და ელენეს ურთიერთობაზე ელენე მიდოდა მაასტრიხტში და უთხრა რომ იქ არის საფლავი დარტანიანის ისტორიულად არსებული დარტანიანის საფლავი არის მაასტრიხტში იქ დაიღუპა და წადინ და ნახე ძეგლია მეთქა საფლავი დავისწრებ ნახე და წადინ ნახა ანუ თქვათ მე დღემდე ეხა ოცნებას ვერ ვიტყვი ოცნება არ არის ეს მაგრამ გეგმა თქვათ მაკრო აი მასთან რა ქვია ტულუზასთან მაშინ აგვისტოში იმართება პირველ კვირას აგვისტოს იმართება დარტანიანობა ეგრეთ წოდებული ბაცია ესეთი კასტელმორია ბაცია და რაღაცები ეს ტულუზის მიდამოებში უკვე ცოტა პრომაღლადი ლუპიაკი და შემდეგ და იქ მინდა წავიდე და მე გავაკეთო გზა გამოვიარო დარტანიანზე და ჩამოვიდე პარიზში და უშუალოდ იმზე ნუ თუ ამის საშუალება რა თქმა უნდა მომეწონა ეს იცი რა არის ეს მე ვარ ესეთ ჩიპ ტრეველის მოყვარული მე არ
განა იმიტომ რომ მე ვერ ხვდები რომ თქვა იმაში რიცში ცხოვრება უკეთესია ვიდრე თქვა სადღაცა სამართლიანი სასტუმროში ძალიან კარგად ვიცი ეს და ბევრისგან განსხვავებით მე მიცხოვრია იმაშიც და იმაშიც მაგრამ როცა შენ ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმა იმიტომ რომ რამდენიმე კაცი გინდა ერთად წახვიდეთ ვიღაცა წაიყვანო მარტო ხარ წავალი ხარა თქვა ჩემი მეუღლე იმდა იყოს ან ელენე იყოს ან სანდრო ეხა უკვე იმიტომ რომ სანდრო ეხა მთავარი ჩემი ამოცანა არის რომ აი სანდროს გაუჩინო ის ინტერესები რომელიც მე მაქვს და რაღაცნაირად გადავცადო ყოველთვის რომ მივაჩვიო ამას შეიძლება არ მიიღოს ეს იმიტომ შეიძლება მისთვის არ იყოს ეს საინტერესო ხო თქვენ პირობითად ლაპარაკობთ თქვა სამი მუშკეტერი არ არის აუცილებელი რომ მასაც უყვარდეს ხო მას შეიძლება რაღაცა თქვა მარველის რომელიღაცა ესენი რა ქვია დღევანდელი თანამედროვე გმირები უყვარდეს და ეს იყოს მისი მე ხა რა უფლება მაქვს რომ ან რატო უნდა გავაკეთო რომ ძალით ეხა რაღაცა ან თქვა მე ნაპოლეონზე გიждები და თქვა იქ აგერ ამ სახლის ქვევით ამოვიტანე უკვე და არმია იმისი რა ქვია ჯარისკაცების არ არის აუცილებელი რომ ეს ყველაფერი თქვა ამანაც ესე შეიყვაროს ხო შეიძლება მისთვის ვიღაც სხვა იყოს გმირი არ ვიცი იულიუს კეისარი თუ ამ საერთოდ არ გავდეს და ეს ისტორია იმდენად თუმცა გაუჩნდა ხა ინტერესი ისტორიის და ძალიან მიხარია მე ეს ყველაფერი ლადო არის ცნობილი ისა კარლსონო მე კარლსონზე მაფანატებს აი ხო უყურე ჩავედი შვედეთში მე ძალიან მიყვარს შვედეთი სხვა შორის მაგ კუთხით ნუ ჩახვალ მაგ მოლოდინებით ნუ ჩახვალ ვიცოდი რომ მაგას ნუ ჩახვალ იმიტომ რომ მე ვიყავი საოცრად გაკვირვებული როცა მივედი შვედეთში რა არის ესეთი მე ვგიჟდები საერთოდ შვედეთს ორი ქვეყანა რომელზეც მეკეთება გონება ეს არის არგენტინა და შვედეთი და ვოკახუნერს ალბათ იმიტომ მიყვარს რომ ამით სიმბიოზია ის ლურჯი და ყვითელი ისი რატო გენუელების დაარსებულია და რომ მიდიოდნენ რომ ფერების შესარჩევად რომ მიდიოდნენ ბოკა არის ეს საფია პორტის უბანია საპორტო და წავიდნენ პორტში და რა ქვეყნის გემი შემოვა პირველიო იმის დროშის ფერები და შვედის გემი შემოვიდა და ლურჯი და ყვითელი ეს არის ბოკას ისტორია ხო და ნუ შვედები ჰოკეიდან დამეწყო შვედების სიყვარული ფეხბურთიდან დამეწყო არგენტინის სიყვარული მე გადავიდე იმაზე ისტორიის შესწავლაზე თქვათ რაღაცა ორი ჩემი საყვარელი ქალაქი არის ბუენოს-აირესი და სტოკგოლმი პარიზი არ და პარიზი ცოტა სხვა პარიზი რომი სხვაგან არის სადღაცა ნიუ-იორკი და უშოთ ხო ამას არ ვადარებ არაფერს მაგრამ ძალიან მიყვარს ორივე ქალაქი და ჩავედი და სტოკგოლმში არის იურგორდენი ესეთი მე ჰოკეის გუნდიდან ვიცოდი ესა იურგორდენი და ზოოპარკიდან და აღმოჩნდა რომ იურგორდენი ქვია დიდ კუნძულს რომელზეც არის კონცენტრირებული მუზეუმები იქვეა ცირკი იქვეა amusement park-ი ანუ ეს აქვეა ეს ლუნა პარკი რა ეგრეთ თავის ატრაქციონებით და რაღაცებით იქვეა ღიაცის ქვეშ მუზეუმი ცირკი ყველაფერი ერთად არის ანუ FNC მიყოლებაზე რა გინდა მითხარი კარები გინდა გაგიღო მიდი სანდროსთან ხო და ცოტა ხან დამასალე და გაგიყვან და ეს რა ქვია მივედი ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმში იმიტომ რომ ერთმანეთის მიყოლებით არის აბსოლუტის ანუ არყის მუზეუმი ლუდის მუზეუმი არის ვიკინგების მუზეუმი არის ვასას მუზეუმი ეს არის გემი რომელიც გამოვიდა ჩაიძირა ეგრევე და 300 კაცი ჩაიძირა და ამოიღეს ეს მუზეუმი და საოცარი იმიტომ რომ შენახულია მთლიანად ან წარმოიდგინე გამოვიდა ის კი არ დაინგრა ჩაიძირა იმიტომ რომ კონსტრუქციაში ჰქონდათ რაღაცა შეცდომა დაშვებული და ეგრევე გადაბრუნდა და ჩაიძირა მე რაღაცა პერიოდის მერე რამდენიმე მეგონი საუკუნეს გავიდა მაგრამ იქ იყო ამოიღეს და დადგეს ესე და ირგვლივ ამოაშენეს მუზეუმი და 3 სართული და შენ ადიხარ უზარმაზარ ხის ფრეგატს ათვალიერებს საოცრება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შტაბ-ბიჭდება რაც მე მიიღეს არის ხო და ეს მუზეუმი მივედი ამ ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმში კარლსონი ჯერდი პეპი არ არსებობს პიპი არის ხო და როგორც კარლსონი ლუქს გეცოდინებენ კარლსონზე ვეკითხებ სად არის მათი კარლსონი ვინ არის კარლსონი
როგორ მეტყვი ვინ არის კაცო კარლსონი საზღარეთები არა დინავს კარლსონი როგორ მეუთხარი კაცო კარლსონი არა კარლსონი როგორ შეიძლება გიყვარდეს კარლსონი არის უხნარა ხულიგანი ტიპი რომელიც არ უნდა გიყვარდეს ცუდი პერსონაჟია ესო იქ კი რო დადიხარ შიგნით არის რაღაცა ეს აქ მოწყობილი კი დადიხარ კი დაფრინავს ეს კარლსონი ეგ მაგრამ როგორც პერსონაჟი ერთ-ერთი ძლივს ვიპოვე მაგნიტი რომელზეც ხატია ოთახი და ოთახის ბოლოში ლოგინში წევს კარლსონი და აქამდე აქვს დაფარებული ალბათ ეგიცით რომელი თავიდან არის სიცხეს რო აზომინებს ბიჭი ეს რო ცუდად გახდება და ბიჭუნას რო ეთქვის მომიარე ბებიაჩემმა ვერ მოახერხე ჩამოს არ არის თოჯინა ვერ ნახე ვიფიქრე თოჯინას ამოიღებ ამ პიპის ვიღაცა ყველა კალები ლომკვისტი ასე შემდეგ ასე ვინც კი გაგიგონია ყველა კარლსონს ვერ ნახავ სხვათა შორის მულტფილმიც კარლსონი აი რუსული მულტფილმი ყინვალე უყურე საბჭოთა კავშირმა კარლსონთან იმაში რა ჩემს ზოგადად გასაგებია შენ ეს ამბავი ბევრად უფრო პოპულარული იყო ვიდრე იქ მაშინ რა ქვია სატირის თეატრში ჰქონდათ სხვა შორის სპარტაკ მიშულინი თამაშობდა კარლსონს და ანუ აქ ფილმი მულტფილმები სპექტაკლი ანუ ჩვენთან გულისხმობ მე ხა იმ ქვეყანაში დავიბადეთ ხა ჩვენთან ეს იდეოლოგიურად კი არ ვამბობ ამას ხო რაღაცა შარი არ მომდოს კიდე რაღაცა მე იმაზე რუსოფილობაზე ეს იყო აქ რეალურად გაცილებით უფრო პოპულარული ვიდრე საკუთრივ შვედეთში ხო იმიტომ რომ მულტფილმი მინდოდა მე ნახარ მეთქი თვითონ შვედები ალბათ რაღაც არ არსებობს იმდენად საშინელი ნახატია რო აი მიუხედავად ჩემი უზომო დიდი სიყვარულის კარლსონისა ვერ მუყურე. არა აქვს ესა. ჩემი შვილები ჩევსვი კარლსონზე, უმცროსი ხლა 5 წლისაა და უკვე წავიკითხეთ კარლსონი, თან ორივეს მე ვუკითხავ და ვიმეორებ. აი ყველა წაკითხვაზე არის აი საოცარი აღმოჩენები, გენიალური პერსონაჟი. არა, ფანტასტიკური რა თქმა უნდა და მე ძალიან გამიკვირდა ეს შვედებისგან, მაგრამ აი ხო ესეა, იქ ესეთ დამოკიდებულება. ფაქტია. ჩემოლადო შადი მაინც კი შეწუხდა. კიდე რამდენი კითხვა დაქვს რომელიც დასმაც გვინდოდა, მაგრამ გავიდეთ ნელ-ნელა დამკაში. ხო, ის ერთი კითხვა მაინც მინდოდა დამესვა. თუ გახსოვთ, ბატონო მიძინა, მე ჩავიხედო 1979 წლის 7 სექტემბერს რა მოხდა. ეხლა გეტყვი რა მოხდა 1979 წლის 7 სექტემბერს არგენტინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოუგო საბჭოთა კავშირის 3-1 მე გეტყვი თუნდაც შემადგენლობასაც და მარადონა ნახე პირველად მოედანზე და გაიტანა გოლი საბჭოთა კავშირის პანამარიომა გახსნა ანგარიში ქართველი იყო ვინმე არა და მე ალვესმა პენალტით გაათანაბრა მე დიასმა გაიტანა და მარადონამ 3-1 მოიგეს. კარში იყო ხა მთლიანად როსი იყო კარში. სიმონი მცველი, რომელიც მე დიდ ნაკრებშიც ითამაშა მაშინ რა ქვია მსოფლიო ჩემპიონატის 90 წელს იყო ნაკრებში. როსი სიმონი კარაბელი ესკუდერო ალვესი, ბარბასი, კალდერონი, მესა, რინალდი, მარადონა, დიას. არგენტინის გულშემატკივრობის ტესტი ჩამარებულია. ვინ შემოვიდა და გავიდა? მაშინვე მიხვდით ვინ იყო? მაშინ ვიცოდი მე უკვე ვინ იყო, იმიტომ რომ მას დათამაშები ჰქონდა უყურე 79 წელს როცა ის თამაშობს, ის 78 წლის სოფლიო ჩემპიონატში უნდა წასულიყო და ბოლო 3 კაცში ამოაგდო მენოტი ამოაგდო ბოლო 3 კაცში, ასე რომ მე აი ეს ჟურნალები მქონდა გამოწერილი მეთქე რომ ვამბობ, მაშინ ჩამომივიდა ჟურნალის სტარტი ყოფილა, მე ჩვენ სტარტს ვეძახდით, რომელიც იყო სურათი არგენტინის ნაკრების და ახალგაზრდულ ნაკრებში არგენტინის თამაშობდა 15 წლის, ანუ რომელიც იყო 2 წლით უფრო უმცროსი, 17 წლიანების ნაკრების ფოტო იყო და ეს არისო ფენომენი და მე უკვე ქლიბაძემაც გაგვაცნო ეს თავის გადაცემებით დათომ და ამბობდა რომ მარადონიასაც ამბობდნენ რაღაცა პერიოდი. ანუ მარადონას კი არა, აი ვიცოდით მის შესახებ, მაგრამ ნანახი არ მქონდა და აი რაღაცა. მე აქ რო ნახეთ თბილისში. მაშინ წარმოიდგინეთ რომ თბილისში ჩამოვიდა. მე მგონი მაშინ კი არა, ჩამოსვლის წინა დღესაც არავის წესჯერა. მე ვახო გეგელია
და პირველ რიგში მიშა ახვლედიანი ვართ ის ხალხი, ვინც პირველებმა გავიგეთ, რომ რეზი არ ველაძე ვართ პირველები, ვინც გავიგეთ, რომ და შეიძლება არა მარტო საქართველოში, არგენტინაშიც ბევრმა არ იცოდა, რომ მარადონა დანიშნეს ნაკრების თვალად. აქედან რომ წავიდა მისი მეგობარი და შემდგომში თანაშემწედ მე რიჩხუბეს დატოვა აქ და დაურეკა მიშასთან ვარ სახში რამდენიმე არის სამი კაცი არგენტინელი დარჩენილი მაშინ და მანკუსო მათ შორის რა ეს და დარეკა ტელეფონით და აიღო მანკო ხო დიეგო ნება და თბილისში ვარ კიდე იბან დაურეკა რომ დამნიშნეს არგენტინის ნაკრების თუნდა და შენ მიმყავხარ თანაშემწედ და იქ გავიგეთ სუპრაზე ვიჯექეთ და ჩვენ დავლიეთ პირველებმა გარწმუნებთ სადღეძელო მიულოცეთ მარადონას დანიშნა ეხა ვიყავი სამოცრება ოფიციალური შიზოფრენიკები არიან ხო ამბობ ხა იმას ეკითხება ერთი ჩემი მეგობარი ნიკა შახოვი ეკითხება ექსკურსია მძღოლს მიყვარს რაღაც არგენტინაში ვარ და აი არგენტინის ფარველი ანგელოზი წმინდანი ვინ არის ვერ გაიგე აი ცირა თქვა ჩვენთან წმინდა გიორგი მართლა წმინდა ნიკოლოზია საქართველოს ფარველი წმინდა როგორც ამბობენ მაგრამ ნუ წმინდა გიორგის თვასო გიორგია და ჯორჯია და რაღაცა ხო და აი წმინდა გიორგია ეუბნება ესეთი თქვენთან ვინა მაგას მეკითხები ხო მარადონა ხო რაღაც სექტა თუ რაღაც რელიგიური მიმდევრება ხო არსებობს ჩვენ წმინდა გიორგის ძველი მარადონა ეძახს ხო და მე წავედი ხო ეკლესია აქ თვითონ ბუენოს-აირესში არ არის გარეთ არის ხო და წავედით მე ბოლო დღე გვაქვს რა მოფრინავთ და წავედით არგენტინოს ხუნიორსის სტადიონზე და იქ როგორ არის იცი მთელ უბანს ქვია ტიერა დელ დიოს ანუ ღმერთის მიწა და ხატია ეს მარადონა ყველგან ეს ღმერთი აქ და ამ სტადიონზე დადიხარ დაავთვალეთ სტადიონი ნახეთ მისი მაისურები იქ რაღაცა ამ გუნდის მიერ მოგებული ჯილდოები ერთი მეორე ხემ მარტო სხვა თამაშობდა კიდე ამის სახელობის სტადიონი რაც ამ სტადიონზე არის შიგნით არის სალოცავი უყურე ეს კამები და იმეთი ეს არის ეკლესია მაგრამ არის სალოცავი თუ უკან ხატია დიდად მარადონა და აქეთ მაისურები და რაღაცა და ვინც მოდის რაღაცას ტოვებენ და ჩვენ გვანები რაღაცა ხო დადიო ანუ როგორ არის აი ეს ხო ხატია ეს მარადონა აქა და აი წინ არის რაღაცა გძელი ესეთი მაგიდა რომელსაც უამრავი რაღაცა დევს ანუ ყველა რაღაცა რომ რაღაცას დევს არაფერი შორტებით ამ სიცხეში რა უნდა მიმეტანა ხა მე რა ვწოდე ხა მოვიტანო და რა ვქნა ფიქრობ რაღაცა და არავის არაფერი აღგო და შევიყავ ჯებეში ხელი და პასპორტის ასლი მაქვს გადაბეჭდი ვარ დავკარგო პასპორტი და მაქვს ეს ისა და დავაწერე პატივისცემით დიეგოს და დაუდე და ჩემი პასპორტის ასლი დევს იმაში ხა მარადონა სალოცავში აბა რა მექნა ხა რაღაცა დამეტოვებია დავტოვე ესა რა 7 სექტემბერს რო გაქვთ პირობა კლასელების შევიკრიბოთო ახერხებთ და იკრიბებით ხოლმე კიდე იცი რა აი იმ ჯერზე ხო შევიკრიბეთ რო გითხრა რომ იმის მერე ბევრჯერ შევიკრიბეთ 7 სექტემბერს მეთქი რა მე დავამთავრე სკოლა 78 წელს ძალიან მეგობრობთ ეხლა ჩემი დაბადების დღე თქვა აგვისტოში იყო და აქ იყო ჩემი კლასელების ჯგუფი იმიტომ რომ ჩვენ ექსპერტებს ახლა ვიმყოფებით გადმოვედით ეხლა ზაფხულში და ერთგვარი ის ქონდა რა ქვია თან ახალ სახლობა და დაბადების დღე ერთად და ჩემი კლასელების დიდი ჯგუფი იყო აქ დღემდე ძალიან მეგობრობთ ბევრი სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი რამდენია ისი ეხლა წლები მიდის მე არ ვარ პატარა ბავშვი ხო ეხლა 63 წელს ვარ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი უკვე აღარ არის ჩვენ შორის მაგრამ ვინც ვართ ყველანი ვცდილობთ რომ ძალიან მეგობროთ თუმცა აი ეს 7 სექტემბერი ეგრე გამოცხადებული აი ხო გონები ერთხელ მაშინ ვიყავით მაია ვახტანგაძესთან სახლში ეს თამაში როცა ვნახე მე კიდე ნოდარბლუაში თან ვიყავით ერთი მახსოვს ესე დიდი მითი შეკრებით შეიძლება კიდე რამდენიმე იყო ახლა აღარ მახსოვს ზუსტად სად და როგორ მაგრამ რო გითხარო ახლა 7 სექტემბერს შენ არ შუნდა და ყოველ 7 სექტემბერს ძალიან რთული ჩემი კლასელების დათაცხანება მინდოდა რომ შევიკრიბოთ მეთქი ერთხელ ესე
არ გამომივა ამ ხრიდან არ გამომივა. იცი რა, კიდე გეუბნები, ყველაფერი უკეთესი არის იყოს ბუნებრივი. როგორც კი შენ ამბობ, აი ამ დღეს უნდა მოვიდა, მაინც ამ დღეს უნდა მოვიდეს სადღაცა და აუცილებლად გამოგიშტება მე რაღაც. მე და ხო, ყოველთვის უკეთესი არის ყველაფერი სპონტანური. მოგინდა, წახვედი გააკეთე. მე მიუხედავად იმისა, რომ სიდინჯე უნდა მომატებოდა წლებს ერთად, მე ეს მიდგომა მირჩევნია რაღაც. მე გავჩუმდია. არ მეც მომწონს ეს სპონტანურობა, უფრო რაღაც ხალისიანს ხდის სიტუაციას, ნაძალადევი არ არის, რაც თავარია და ასწორებს რა. ეგრე, იცი რა, რაღაცა ეს ყოველწესია, უკეთესია, როცა ისე როგორც იმპროვიზაცია ყოველთვის უკეთესია დადგმულზე რაღაცაზე, ხო? მიშო, კიდევ ერთხელ მადლობა უთხრათ ჩვენს პარტნიორ სექტორ დესამს არაჩვეულებრივი პურებისთვის, რომელიც საქართველოს მეგობრობისთვის საქართველოს შეუძლიათ შეიძინა და უნებრივია ჩვენ არაჩვეულებრივ სტუმარს ასეთი გადასარევი ძალიან საინტერესო, სასიამოვნო გულწრფელი იყო, რაც ყველაზე მეტად მომწონს. მაყურებელს შევახსენოთ, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე. მამების დრო. მამების დრო არის ყოველგან და ყოველთვის, კი ბატონო. და ლაიქით ვიდეო.